ამისთვის ვიღწვით ამისთვის არა ვართ ოჯახებში, ამისთვის არა ვართ. ესე რა საინტერესოა რა ბატონო დავით. მსახიობს თითქმის აი ჩვეულებრივი ცხოვრების უფლება აღარ აქვს, იცით? და რას ნიშნავს ახლა? თითქმისაც ამოვიღებ მართლა გეთანხმებით. აი წარმოიდგინეთ ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ეს დღეები სულ სპექტაკლებია ჩვენთან. ნუ მანამდე რეპეტიციები. აი ამ დღეებში ცუდად გახდომის უფლებაც კი არა გვაქვს. ამის განსაკუთრებით ჩვენს თეატრში. იმიტომ რომ არა ვართ ახლა დიდი თეატრი, ასე ვთქვათ, აკადემიური და სახელმწიფო და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ერთადერთი, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ერთადერთი ფაქტია საქართველოში, რომელიც არის უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის პროფესიული თეატრი. ხო, არის სხვადასხვა უნივერსიტეტებში დასები, თეატრები, მაგრამ ეს არის პროფესიული თეატრი, სადაც მოწვეული მსახიობი არიან სხვადასხვა თეატრებიდან, რუსთაველის თეატრიდან, თუმანიშვილის და მარჯანიშვილის თეატრიდან, არა მარტო, ასე ვთქვათ, მსახიობები, არამედ პედაგოგებათაც მუშაობენ ამ თეატრალურ ცენტრში და ასე რომ დიდ ვადავაროჩი ვთქვათ, ვართ სულ ყველა და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ სხვადასხვა, როგორ ვთქვათ, სხვადასხვა სკოლა, ასე ვთქვათ, თეატრალური სკოლა იწნება ერთ сценарий. То есть можно сказать, что вы даже друг у друга учитесь там, если с одного. Это обязательно, როგორ ვთქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ანდრიასგან ვსწავლობ, ანდრიას სწავლობს, რა ვიცი, ოთარისგან, ოთარი სწავლობს სტუდენტისგან და ასე შემდეგ. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ეს არის პროცესი, რომელიც როგორ გითხრათ, ერთი დიდი ჯაჭვია, ერთი დიდი რგოლია, ერთი რგოლის ამოგდებაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დაიშალოს რაღაცები. ერთი დიდი ოჯახია ჩვენი თეატრი, ესე მარტივად. უფრო მეცაც გეტყვით, მე უკვე დიდი ხანია ამ თეატრში ვცხოვრობ. როგორც თქვენ ცხოვრობთ თქვენ სახლში მაგალითად. მე ამ თეატრში ვცხოვრობ და გაგიკვირდებათ და მეც. და ბატონი დავითიც ამ თეატრში ცხოვრობს და მოკლედ ეს თანაცხოვრება თუ ადამიანები ზოგადად რაღაც კონკრეტული ჯგუფი ცდილობს რომ შემოქმედებაში რაღაცა გააკეთოს, სხვანაირად არ გამოდის, ეს უნდა იყოს ერთი ოჯახი. თავდადებულების, ასე ვთქვათ, პროფესია რა. ალბათ ყველა თეატრალი დამეთანხმება. რა თქმა უნდა, გადადებულია რაღაცა პირადი ცხოვრება, არა, ნუ გადადებული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც დოზით უკან დაწეულია, იმიტომ რომ ჩვენ მართლა არა გვაქვს უფლება რომ ელემენტარული როცა მაყურებელია სპექტაკლზე მოსული ეხლა ცუდად ვარ და ვერ ვითამაშებ. ჰქონდათ გადადებული ცხოვრება. ნუ სხვანაირად არ გამოდის ამ პროფესიაში და ამიტომაც ჩემთვის ამიტომ უფრო მეტად საინტერესო ხდება ეს. და რა კარგია რომ არ გამოდის. რა კარგია რომ არ გამოდის. სამწუხაროდ ახლა უნდა გადავიდეთ საინფორმაციო ჭრაზე, მაგრამ სადღაც 10 წუთში დაუბრუნდებით, დარჩით. ისევ ჩვენ ვიქნებით. დროებით. თქვენ თქვენ მოიფიქრეთ ჩვენ სტუმრებთან და მოგწერეთ 2-13-13-13-13-15. ეხლა კი საინფორმაციო ჭრა. Საინფორმაციო. ახალ გადარჩეს თუ არა? Очень интересно. Я хочу много чего спросить, просто сейчас не буду спрашивать, потому что я потом забуду. Всё будет, не волнуйтесь. Да, то. Можно сигарету покурить? Конечно, можно. მე არ ვეწევი უკვე 25 წელია დავანებე მოწევას თავი. Да, ну всё. 25-ის ვარ სულ. Да, вот так. ანუ არასოდეს მომიწევია. Вообще это в актерской карьере. Марцо планцеце. არასოდეს არ მომიწევია არც პლანი. Имеет значение, вот если ты куришь в актерской карьере, это играет, может помешать? Или это вообще? Как-то голос как ставить? ეს ესეა. А как вас? Ну я много чего хочу спросить. არა არის. კი არის სპექტაკლები, სადაც ეწევიან ხო, მაგრამ ხო, მაგრამ ახლა მე რო თამაშობდი ანტიგონეს, იქ იყო ერთი მომენტი რომ ხوار მოეწია ამ პერსონაჟს რაღაცა ფორმა არის ეგეთი, მობძანით, რა ვიცი, შეგეპატიჟებით სული გულით. ფორმა არის ეგეთი, რომ პიესას იქვე წერს ავტორი. ანუ მე, ჟანანუი. და თამაშობენ ამას მსახიობები. იქვე ცოცხლდება. თან ვბეჭდავ ამ პიესას, თან ისინი თამაშობენ, თან ვერთვები იმას ვაწოდებ რაღაც რეკვიზიტ. იყო მე ერთი ხوار მოეწია
რაღაც სცენის მოფიქრების დროს. მაგრამ მე არ ვეწევი ეს იმდენად ორგანული არ იქნებოდა და მე ვფიქრობ ამ იმაზე რომ მაინც შეიძლება რაღაცა ისე ყოფილიყო. ცნაურად. მე კარგად არ მესმის რუსული და რომ რამდენი წლის ვიყავით როცა დავწერთ თეატრალურ მე ვიყავი პრინციპში მე რო არტისტობა გადავწყვიტე ვიყავი 14 წლის 13 წლის და მშობლები რა მშობლები კი მშობლები სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობელი ვარ მე ჩემი მშობლების იმიტომ რომ გაგებით შეხვდნენ ამ ამბავსთან ნუ არ უნდათ ამ პერიოდში მე მამა რუსეთში მოღვაწეობდა და რომ დაურეკა დედაჩემი. შენ სწრაფება უნდა მეცი ყურმენ. განგაში. რა იყო მამა? მგონია რომ ახლა იქ. რაც გინდა შოუ იმას მოგინდა ხელი. აუნ შენ დავი კარგად და შენ იყავი ბედნიერად. კარგი მამა მადლობა. მე დავიწყე ამისთვის მომზადება. სამჯერ ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში. არ მიმიღეს. მაშინ ისეთი ერთი წელი ჩაბარდა. მეორე წელი, მესამე წელიც არ მიმიღეს. მე მეოთხე წელს ახლა სადაც ვარ, იქ მოვხდი და ძალიან ბედნიერი ვარ, აქ მოვხდი. ამ თეატრში ვაკეთებ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ვთამაშობ პროფესიით ძირითადად რეჟისორი ვარ, ხანდახან რაღაცებს ისე ჩემთვის ან პოეზიის საღამოს, ან რაღაცებს ვგამხობ, მაგრამ სპექტაკლი ჯერ არ დამიდგა. ახლა დავდგე რადიო თეატრში, რადიო პიესა. პირველი სხვათა შორის და რადიო პიესა დიახ არსებობს ეგეთი. რადიო თეატრი არსებობს 60 წლისაა საქართველოში. და იქ FM 102 და 4-ზე პირველის ნახევარზე ყოველდღე არის ხოლმე სპექტაკლებს უშვებენ. დეკემბერში მექნება ახლა პრემიერა ამ ჩემი დადგმის. დეკემბერში იქნება პრემიერა და ძალიან საინტერესო სხვათა შორის. გარდა იმისა, რომ თამაშობ ვარ სცენის მემანქანე, ანუ დეკორაციებს ვინც დგამს სპექტაკლამდე და ვინც აწყობს კიდევაც მიკვეთავენ და სვარკა ბარგალკა რამე ამბობ. მე ვაკეთებ პლუს დეკორაციებსაც. ხო და ესე არა. ძალიან საინტერესოა. მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია ჩემი თავის სხვა ამბავში. პათიაშვილი. მედო, შენ რაღაცნაირად ცოტა უკარი ხო? აი. ხო და ესეთი ამბებია. და ძალიან საინტერესო პროცესია, ნუ ჩემთან ახლა 25 წლის ვარ და მთელი ეს ცხოვრება ხოლმე თეატრი არსებობს თუ ვერა ის მოდის ყველასმა ნუ გარდა ამისა ის არა ქვია კიდე ტელეკომპანია მაესტროს ტელეხმა ვარ უკვე 2011 წლიდან რაღაცები მართლა ნუ რაღაცა რეკლამებში რაღაც ბევრი სხვადასხვა რეკლამები მაქვს გახმოვანებული კიდე ნუ ალბათ გოლს ეს ხმარო დადგე რა უნდა გავკეთო ისეთ უნდა დაიბადო ეგ არა იცი მე მაგალითად ამუშაო მე მთელი ბავშვობა ვიყავი დაკომპლექსებული მაგ რაღაცით იმიტომ რომ ბიძაჩემი და მამა ჩემი სულ მეუბნებოდნენ შენ რასაკის ხარო არ გაქვსო შენ თანატოლებს არ აქვს კაცო ეგეთ ბოხი ხმა და ნუ იბოხებ ხმას და ნუ იმას შვები და მთელი ბავშვობა ლაპარაკობ მე ეს ხმის ტემბრი რაც ანუ ეს ბუნებრივია რა და არსებობს სპეციალური მეტყველების ავარჯიშოები ნუ ეს ერთი საგანია ესე რომ ვთქვა რა მეტყველება სასცენო მეტყველება და იქ არის რაღაც ავარჯიშოები რომელიც ამ ხმას სვავს და როგორ გითხრათ ну გამომუშავებაზეა მეთქი რო გითხრათ ანუ უნდა გქონდეს ეს ტემბრი უნდა გქონდეს თავისთავად და მე იმას როგორ წარმართავ მაგათით რუსულად ცოტა რუსულად როცა ვიყავით თეატრში русეთში ეს იყო ისეთი რუსეთში საცხოვრობ я жила в Бугульме это рядом с Казанью Татарстан и там был случай что когда актеры говорили они говорили ну чумат шепотом я не знаю как по-грузински но я все слышала я все понимала как я просто этому учится шепотом но все понятно этому учится это называется сценичный шепот надо да я серьезно говорю да я верю вам вдруг стоишь вот сзади да и надо вот такую роль
что надо там шепотом сказать что-нибудь, что зритель, например, на галерке тоже слышали, что ты говоришь. Ну, это надо очень так перманентно, каждый день тренироваться. მიღწევადია სხვათა შორის. უბრალოდ მუშაობ. მე მაგალითად დავიბადე იმაში, რა ქვია, საჩხერის რაიონი, ეგეთ სოფელი სავანე, იქ ვიზრდებოდი, სკოლაც იქ დავამთავრე და ყველაფერი ესე ვაპარაკობდი. ვილასი. თელი წელიწად ნახევარი დამჭირდა იმისთვის, რომ ეხლა ამ შედეგისთვის მიმეღწია რაც ახლა მაქვს. ასე რომ გამოსაურებადია ეს და არ არის პრობლემა. შრომის მოყვარეობის ამბავია უბრალოდ. და ამ საქმეში ყველაზე მეტად ესაა რა. შრომის მოყვარეობა ყველაზე ესეთი. Ну вот вообще в Грузии в театр много молодежи ходит или у нас именно да. посещать? Ну, как сказать? У нас ходит молодежь, потому что ფასდაკლება გვაქვს ჯერ ესეთი სტუდენტებზე. და მეორე ერთი ჩემი სტუდენტები, ანდრიას სტუდენტები, უფასოდ და თან ვეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა იაროთ, იმიტომ რომ ჯერ ეს სამსახიობოზე სწავლობენ. და მეორე რიგში არა მარტო საკუთარ თეატრ სპექტაკლებზე უნდა ერონ, არამედ სხვა თეატრების სპექტაკლებიც უნდა რომ რაღაცა კონკრეტული თეატრის სამსახიობი ვარ, არ არსებობს ხო ბუნებაში. მსახიობი ხარ რა, შეიძლება სხვა ან კინოში დაგიძახა და სხვა თეატრში მიგიწვიონ. ხო, არა მე ორკესტრის. არა. თან ყველაზე საინტერესო სხვადასხვა რეჟისორთა მუშაობა სტილი აქვს რა, ყველას თავისი სტილი აქვს მუშაობის. ამიტომ მსახიობისთვის განვითარება, შენით საკუთარი განვითარებისთვის, წინსვლისთვის. Сигаретки вперед. У меня лозунг такой. Ну вы можете сказать, что, например, вы чего-то еще пока не познали в театре? Очень много. Очень много. Есть такие роли, есть такие формы спектаклей, что просто надо... Я не играл пока. И поэтому я не знаю, как это. И если я не знаю, как это, то еще впереди я должен научиться этому. Так что... Ну, я как поняла, вы всю жизнь. Вы лектором или учителем? Как это? Да, я лектор тоже. И я აი როგორ გითხრათ, იმათ განაც ვწავლობ ძალიან ბევრ ამას რა. იმიტომ რომ მაინც სად ჩემი თაობა, სად უკვე ეხლანდელი თაობა რა, სხვანაირი შეხედულებები აქვს ყველაფერზე, სხვანაირი დამოკიდებულება, სხვანაირი აზროვნება აქვს, უფრო სწრაფად ვითარდებათ, ну ინდიგოები არ არის ამჯერ, მაგრამ ну მაგეთ კი მიდის რა სამყარო რა. Так, 30 секунд. Давайте. Да, სიმღერებით რო შედიან ხოლმე ეთერში. Ну, так что? Через 10 секунд. О, боже. დაბრუნდით, დაგიბრუნდით, ისე ვინც ახლა შემოგვიერთდა და მოგესალმებით და თავიდან ვიტყვი რომ დღეს საუბრობთ თეატრზე, ყავს სტუმრები და აუცილებლად უნდა მოგწეროთ ნომერებზე 95-313-95-315 ან დაგვირეკეთ 290-36-13 და საუბრეთ პირდაპირ ეთერში. აუ, მე მткиთხვა დაუსებათ უნდა. რა თინეიჯერული და ახალგაზრდული გადაცემა გვაქვს, აი იქიდან მინდა რომ დავიწყო, აი ახალგაზრდობიდან და თინეიჯერებიდან თუ გქონდათ საერთოდ წარმოდგენა რომ აი ესეთ რთულ საქმეს შეეჭირებოდით და დაიწყებდით მსახიობობას. კარგი, მე გეტყვით რომ ბავშვობიდან, ასე ვთქვათ, მოვხვდი რატომღაც თეატრში. ეს იყო ესეთი თეატრი არსებობდა თეთრი ცხენი. Это было давно и неправда. მაგრამ მაინც და იქიდან ვიყავდა ახლობ 15 წლის. და იქიდან გადავწყვიტეთ რომ აი როგორც იტყვიან ასე ვთქვათ სცენის მტვერი გადავყლაპე. გამარჯობა. ისმენთ. გამარჯობა, როგორ გძანდებით? კარგად. როგორ გძანდებით? მადლობა, კარგად თავად. ვოდიშით რომ გაწუხებ, შემინდა რომ ერთი სიმღერა შეუკვეთოთ, თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება.
თუ შეიძლება ხმამაღლაცოთ. Sedajnoći gak i misli Saturnovisa. ძალიან ცუდად ისმის თქვენ. გაიცი შესაძლოა. ხო, კარგი. გავაგრძელოთ. ხო და სად გავჩერდი? თეთრი ძიმია, ტვირთი ძიმე. ხო. ესე ნუ ამბობ. ესეთი თეატრი იყო და ნუ უამრავ გასტროლზე ვიყავით ამ თეატრით. რაღაც მოსკოვიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების დამთავრებული სხვათაშორის 99 წელი 90 წლები იყო და ძალიან რთული იყო მაშინ 99 წელი მე დავიბადე. როგორ გასტროლზე. ნუ მოკლედ გადავწყვიტე რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავებარებინა. ასეც მოხდა, ჩავაბარებ და იქიდან დაიწყო მთელი სიჯიჟე, რასაც ქვია თინეიჯერობა, რასაც ქვია სტუდენტობა, რასაც ქვია აბსოლუტური აი როგორ გითხრათ, აი თავდაყირა ცხოვრება, ოღონდ კარგი გაგებით რა თქმა უნდა რა. და იმდენი უამრავი ისეთი სიურპრიზი გქონია ხო თინეიჯერობაში რა, თავს გადახდენი თუნდაც სხვა სტუდენტებთან ერთად სიყვარული, გატაცება ხო ხდებით რა რაღაც სტუდენტური დალევაზე რაღაცას ნამო ასე შემდეგ მოკლედ უამრავი ჯერ ეს ერთი ძალიან გვიყვარდა ჩვენ და ჩემ ჯგუფელებს ასე ვთქვათ ახოჩი როგორ გითხრათ ლაშქრობაში სიარული ну ძალიან ახლა მთებში და ისეთ სერიოზულად არა მაგრამ სადაც ან იყო რა უამრავი ადგილები სადაც დავდივართ მაგალითად კობის ტბაზე ურეკშიც კი გადავწყვიტეთ წასვლა ოღონდ არა თვითონ სოფელში არამედ ცოტა მაფიჭნაში და კარვებით და მთელი პროდუქტით და ჯოკერს თამაშობდით რომ წყალზე ვიწავიდო და შეშაზე ვიწავიდო და ერთხელ ესე ვითამაშე და ჩვენი ძმაკაცია ალექსანდრე ბრაცლავსკი ეს თეატრალური სარდაფის მსახიობი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ახლა და წააგო შეშეს მოტანა სული გვაქვს ამხელა რა აი ეს სალაშქროზე პატარა სული გვაქვს სულუკა ჯუჯღუნი წავიდა გავიდა 1 საათი 2 საათი 3 საათი არა ჩანს არ მოდის სადგინ ეძებო მობილური მაშინა არ არის არაფერი არ არის რაღაც იმ ძველი იმებში აქვს ლათინურ ამერიკაში ეს ხوردავდა თიდან თაზე მოკლედ და ნუ ველოდებით ახლა არაფერი რაღაცა ზოგი რაღაცა აკეთებს ზოგი რაღაცა უცბად ესეთი ხმა იძulis მთელი მიწა რა ჩვენ გქონდა აი მე რაღაცა მიწის რა გავხედეთ და აი ფიჭი მოაქვს თლიანი ხე ეს გაოხილი გასერილი არ დაესარო აი ხო რომ თელი ზამთრა თელი ლაშქრობის იქ არ გადავემზამთრებდით ნამდვილად აი ატარა სულით მო ამხელა ხე იცი ხე ხონდა ესეთი გაკურებული თვალები რა ეს მოკლედ უამრავი ისტორია ხონდა გადახდი გვაქვს პირადად ჩემს მოგონა კონსტინეიჯერობაში ეს გონია ხონდა თინეიჯერებს არა აქვთ ხოლმე ეს ისტორია არა აქვთ ნამდვილად აქვს არ შემხვედრია თვითონ თინეიჯერი ვარ მე თვითონაც არ ვარ ეგეთი და არავინ არ შემხვედრია ისეთი თქვენ და თქვენერი ხალხი რო ყვებით ხოლმე ესეთ მაგარი არა უბრალოდ სხვა ისინია ჩვენ აი ხო სხვანაირი სხვა რაღაცები გაჩნდა უბრალოდ აი ხო სხვა საშუალებები გართობის თუნდაც ინფორმაციის მიღების თუნდაც და სხვადასხვა რაღაცები რაც ახლა ბატონი დავით იყვება იმ ეპოქაში ესე ერთობოდნენ ჩვენთვის შეიძლება სასაცილო აღმოჩნდეს რომ აიცა კაცო მეზარება წავიდე არ შეშა რაღაცები ჩვენთან რაღაცა ესენი ჩნდება რაღაცა აი აქ რაღაცა ფიჭნარში წახვალ ყველგან წახვალ არა თუმცა მე დავდივარ მხოლოდ მაგრამ შეგრძნებას მაინც სხვა არის ну все-таки можно сказать что вы в театр пришли более в молодом таком вот именно тинейджером мы пришли именно ну там можно так сказать и вот было ли в тот момент что-то такое ну какой-то курьез во время сцены, вот когда вы вышли и что-то слова забыли или еще что-то такие моменты, когда вот либо вам стыдно, либо не хочется вспоминать. უამრავ როგორ გითხრათ უამრავ ვიყავი პირველი კურიოზი დავამართეთ 7 წლის სკოლაში მეორე კლასში ნუ 7 წლის მეორე კლასში და მასწავლებელმა დადგა
კაკო ყაჩაღის ეწუდი ხლას ახალწო ასე სცენაზე მათში ესეთი პატარა აზიაცკები ჩოხა და ჩემი რეპლიკა გამოვარდი დამისწრაფეხი და გადავარდი სცენიდან ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე ვიღაც ქალს ხელში ჩავვარდი მომეწონა ეს ქალი რა ვიცი ჯერესეთი მინდა გითხრათ რომ თვითონ ის რაც თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ესეთი თეატრი აშენდა ბატონი ლევან წულაძის, ჭოლას, ოთარ ეგაძის, შოთიკო გლურიძის და უამრავი ასეთი რეჟისორების მეშვეობით ასე ვთქვათ ძალებით ჩვენი ძალებით, სტუდენტების ძალებით და თინეიჯერების ძალებით უამრავი უნივერსიტეტი, მაშინ ინსტიტუტებს ეძახდნენ იყო ჩართული იმისთვის, რომ თეატრალური სარდაფი, ასეთი თეატრი არსებობდა თავის დროზე. 1997 წლის 31 მარტს გაიხსნა ეს თეატრი. და უამრავი ასე თინეიჯერი ეხმარებოდა არა მარტო ჩვენ, არამედ საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ესეთი პატარა თინეიჯერული ახალგაზრდული თეატრი underground-ული გახსნილი იყო თბილისში. ეს იმათვისაც იყო კარგი და ამის შემდეგ უამრავი ერთხელ ერთ ისტორიას მოყოლ ძალიან ხوار ბევრ ხوار ლაპარაკობ. არა ბატონო, რას ლაპარაკობთ ბატონო და ან საინტერესო. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია ბატონი გია გოგიშვილი, მოგესალმებით ჩემო კარგო, ძალიან მიყვარხარ. და ეგეთ სპექტაკლი გვაქვს ბატონ ლევან წულაძის ერქვა სამგროშიანი ოპერა. და ეგ არის ესეთი სცენა, ბანდიტები, ასე ვთქვათ, ბანდიტები, მექიდანის, ასე ვთქვათ, ბანდა გამოდის სცენაზე და მექიდანამ უნდა გაიქცეს ჭაობებში, იმიტომ რომ ლონდონის პოლიცია ეძებს და ჩვენ უნდა გავაცილოთ და რიტუალი გვაქვს გაცილების და პისტოლეტები გვიდევს რაღაცა. დიალია ასეთი დიალია ასე ჟილეტი შეშოლტანზე ის შეშოლიტალი არ არის იმიტომ რომ უამრავი ასე ვთქვათ როგორ ფლორაზე დიახ ბოდis ვიხდი მაგრამ სიმართლეა და სიჩუმეა ერთად მოჩვენა მსახიობი ელექტრი ჩოლოყაშვილი უნდა დაუკრა საყურზე რაღაცა ჰიმნი შეასრულოს და ეს აქ უდევს პისტოლეტი ყველას უცბად გვესმის ხმა რა ხდება და გავიხედით და მთელი ბარაბანი ასე ვთქვათ აუფეთდა ამაში და აი ეს ბოლი არ გადის, იმიტომ რომ აი ამ ფლორაშია გაიგე და ესე ამოდის და ეს დგას ამაყად, არ იჩნევს. და ჩვენ ვართ თუ ახლა სცენაზე გაფუჭება ყველა მისის, რომ ესეთი მომენტია რა. ხუხია თან. შეუძლებელი იყო რა და გამოვიდა წინ. და ბოლი აზდის თან, მაყურებელი ტებას იცით. ნუ ვისაც რამოდენიმეჯერ ქონდა ნანახი, და ვისაც არა, მაინც მიხვდა რა მოხდა. ტებას იცით და გამოვიდა წინ და დაუკარით და უცბად ყველა რა დაუკარით გავიქეთით. რეჟისორი შემოვიდა სცენაზე არავინ არ დგას, კულისიდან ხორხოცი ისმის, მაყურებელი ტებას იცით, ვერ გაიგებს ვერავინ რა ხდება. ნუ მოკლედ ძალიან უამრავი სასაცილო ისტორიები და თავგადასავალი. Очень интересная история. А ваши практики потом? Იცით უცნაური ამბავი რაღაცა მე წინს ხოლმე არ მე მოგონა ეგეთი ისტორიები ალბათ იმიტომ რომ ჯერ საწყისი ეტაპია ჩემი აი ამ სამსახიობო კარიერის და ხო ეხლა ანტიგონეში ხო ვერ იქნება იცით არსებობს სპექტაკლები რომლებიც იტანს ანუ ჟანრობრივად იტანს თუნდაც აი ცოცხალი ტექსტია როცა შენ არა პიესის ტექსტით ლაპარაკობ და პარტნიორს იმპროვიზაციის საშუალება გაძლევს და მე რა ვიცი ჯერჯერობით ისეთ სპექტაკლებში მაინც სულ ტრაგედიებს თამაშობ ევრიდიკე ანტიგონე ახ მატყუარებში ჯერ არ დამართნია ხო ისიც მატყუარებში სერიოზული როლი ერთ ბატონი პორტოხალია და მეორე ნუ ბატონი პორტოხალის უბადრო შემსრულებელი ასე ვთქვათ ხო აი ვის თამაშობთ ბატონ პორტოხალს არა ბატონი არ უნდა პორტოხალს
ფორთოხალი. არა, ამ სპექტაკლში ორი სხვადასხვა როლი მაქვს, ერთი აბსოლუტურად განსხვავებულია ბატონი ფორთოხლისგან, მაგრამ არ რა ვიცი, ვერ ვიხსენებ. არ კი ვიხსენებ, მაგრამ ცოტა ცუდად ვიხსენებ რაღაცებს და მოდი ჯობი არ გავიხსენებ, არა? არის რაღაცები მქონე, არა რა თქმა უნდა, მაგრამ არც ის არ და ტექსტიც არ დამვიწყებია. არა მაქვს მოკლედ რა, ეგეთი რაღაცნაირად. ჯერჯერობით არა მაქვს, კარგი, მე ვეცდები რომ გქონდეს. კარგით ბატონო დავით. მე შევსწრები ვარ ეგეთ ფაქტს, რომ ვუყურებდი სპექტაკლს და არ ვიცი რაზე აუტყდა ერთ სიცილის სცენაზე, მსახიობს და მე აი მთელი სპექტაკლი ჩაიშალა. ყველას დაეწყო, ანუ მაყურებელზეც ხო გადადის და 1-5 წუთი ვერავინ ვერ ხარდებოდა და გამიგზოთ ეს. ხო, ეს არის ისეთი რამეა რა, არ ვიცი, მაგიური ძალა თვითონ სცენაზე, აი თუ სიცილი აგივარდა თითქმის შეუძლებელია რომ გაჩერდე. თითქმის. რამდენიმე წუთი ვუყურებ ამ მსახიობს, რომ ზუსტად ისეთი სცენა ქონდა, რომ თავდადებული იყო მაგიდაზე ეს ედო თავი და ანუ ვეღარ გაჩერდა და რომ აი სანამ ბოლომდე არ ამოიღებ ასე. მაინც თავის და ანუ სხვა გზა აღარ ქონდა, მე ბოდიში მოიყადა 1 წუთითო და განაგზა. სლოცოც გაფუჭებულა კაც. სცენაზე. როგორ არ გქონია კაც იმაზე რა სპექტაკლი იყო აღარ მახსოვს. რაღაცა რუსთავი ორის ოპერატორი ჯვალოს თოჯინა. არა, ეხლა აღარ ვთამაშობ იმ სპექტაკლზე. საახალწლო სპექტაკლი იყო ესეც საბავშვო. ლუკია რა, სცენაზე ლუკია ღია და ეს ოპერატორი ხან მოვიდა ხან რა. უცბად ესე ხრა უკან წავიდა და ვერ მოაწერდა და ბუბუ ამ ლუკში. სვატაშორის მოხდა იმაში რო გთხოვნა ეს რა კურიზები რო გთხოვნა. მოხდა კლიენტად არ ჩავარდა, ანუ ნაპალავინო რა, ნახევარზე ჩავარდა და თავი ესე ქონდა და კამერა კაკარას მოხდა თავს. საინტერესოა. მე მეთქი ხო კარგად ახარ, ხო ხო არ შეიმჩნევს ახლა რაღაცა. კიდე კაი არაფერი არ. არა ძალიან ცუდად აქ შეიძლებოდა უფრო ცუდად ჩავარდნილიყო, მაგრამ გადარჩა. თავად კურიოზი, შენ კურიოზი როგორ არა, შენ კოლეგა ყავს თავად კურიოზი, ბატონი ბესი კუცნიაშვილი. რა თქმა უნდა, ეს ხო სპექტაკლის ჩვენი სცენის ასე ვთქვათ, ეს არის ეს ქვია. თავარი სცენის მანქანია. არა, ეგრე კიდევ ყავს მეგობრები კაცო ბატონი ზურა მარკოზაშვილი, მაგრამ საოცარი ისტორიებით მე არ გადამხდენია თორე. სპექტაკლის დროს კი რა ბევრი ხდება კაც ჩვენს ირგვლივ. ჩვენთან არ გვეზარება ხოლმე ერთმანეთის გაშაყირება და რაღაცებს უწყობთ ხოლმე ერთმანეთს. ერთხელ ესა გვაქვს. ჩვენს ასე ვთქვათ დირექციაში მუშაობს ეგეთი გოგონა, მარადია ცაავა. ახალი მოსულია, ახალი დაწყებული აქვს. წინასწარ ვიცი. ძალიან სასაცილო ისტორია, სხვათა შორის წინასწარ არის ესეთი მომზადებული რა. შევამზადეთ, რომ მოდი გავაშაყიროთ. მოდი ომოთ გავაფრთხილეთ ეს ბესო კუცნიაშვილი, კუცნოს ეძახიან ასე ვთქვათ. გააფრთხილა მთელი უნივერსიტეტი. რამე რექტორიც კი. ყველა. და რა ხდება ამ დროს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი შუშებიანი ფოიე გვაქვს, ესეთი ვიტრაჟიანი შუშებით ეს კარი შემოსასვლელი და ღია ეს და დიდი როიალი გვაქვს და არის რაღაც კონცერტი დაგეგმილი კლასიკური მუსიკის. და დილიდან მიდის მუშაობა, რომ ეს როიალი გავიტანოთ გარეთ და გარეთ არის ეს კონცერტი და მოდის ეს მარადია. და კითხულობს რა ხდებაო რა და ბაბეს ვეუბნება, ერთი მოხუცი ხანში შესული, ასე ვთქვათ, პროფესორი ყავდაო და ის გარდაიცვალაო. და ის გარდაიცვალაო და აქ უნდა დაასვენონო გარეთ და კლასიკური მუსიკის საღამო უნდა მიუძღვნო და აქედან მერე უნდა წაეყვანო სასაფლაოზე. და ეხლა სახლში წადიო და თუ გაქვსო შავი ნაჭრებიო, მოიტანეო სახელმწიფო, ჩვენ რა შავი სარკეებს ჩამოვაფაროთ თუ რაღაცებს ჩამოვაფაროთ. აბსოლუტურად ყველა ვინც არის მონაწილეობს, რომ მოდის კამები აქ დავდგათ, მოდი ჭიის უფალი აქ დავსვათ, მოდის და გლობალური ის იყო. კორკოტას ბენდი. და ეს მარადიას მეგობარია ეს გოგონა. ვაიმე რა ხდება, თქვენ ახლა რა გინდათ? ხო? თქვენ დასაფლავებაზეც უკრავს? და უცბად როგორ? დასაფლავებაზე დასაკურავად მომიყვანეთ? და ჯაზბენდი, როკბენდი რაღაცა. ნუ მოკლედ 1 საათ ნახევარი იყო მთლიანად უნივერსიტეტი
მოცულია ადამიანზე იყო რომ აი ეს უნდა გავასვენოთ აქედან ხანში შეგვაწმოსილი პედაგოგი, რაღაც ანგლისტიკის პედაგოგი ან რაღაცა ეგეთი. მოკლედ ერთი სიტყვისაც აღარ ჯერა. ამის მე როგორ გინდა დაიჯერო. არ გვეზარება ხოლმე ეგეთი რაღაცების მოფიქრება სხვათა შორის. ხო, მაგრამ როცა უთხარით რომ ეს ხუმრობა როგორ как отреагировала? Ну, отреагировала. Как нормальный человек, адекватно. Адекватно. Я видела. Нет, юмора як აქვს. საბედნიეროდ. მაგრამ მუსიკას რომ მოვუსმინოთ ხანი? გავვიდეთ მუსიკალური დიდი სიამოვნებით, გიჟდები მუსიკა, გიჟდები. მოვუსმინოთ მუსიკა და მანე დავბრუნდეთ. დროებით. დავბრუნდით ჩვენი უსაყვარლესი სტუმრებთან ერთად. ძალიან მომწონს თქვენთან საუბარი და ვიცინე უკვე. ხო, უკვე ბევრი ვიცინე და ცოტა სერიოზულ თემაზე ხო ვარდარებთ. როგორც გენებოთ? ო, სერიოზულ თემას არ მიყვარს, მაგრამ კი ბატონო, თუ შედის ასე თქვენს გადაცემაში ეს ნაწილი. სერიოზულ. აი, ერთი წამი დავსერიოზულდებით. დავიწყოთ. არ შემიძლია. რავებში ვარ. თქვენი ჭირდი არა ვართ და არ გამოგწმენდები. არ გამოგწმენდები. მაგრამ აგერ როცა მუსიკალური ჭრა იყო, ელაპარაკეთ რომ ფსიქოლოგიც უნდა იყოს და თუ შეიძლება ამაზე ცოტა მოგვიყვებით. რომ მსახიობი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და რატომ აირად და როგორ. ეცით, ნუ ფსიქოლოგია უკვე თავის თავში გულისხმობს არაზუსტი მეცნიერება, რომ ესე არის და აქაც ნუ რაღაც 100%-დან 99% უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა ბოლომდე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მსახიობმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს და უნდა იცნობდეს საკუთარ თავს პირველ რიგში. როდესაც როლი კეთდება, თუ წეღანაც ვამბობდით, თუ მე არ ვიცი, აი ხო თუნდაც კონკრეტულ სიტუაციასა და ატმოსფეროში ბატონი დავითი რატომ ზის აი ამ მდგომარეობაში, რას შეიძლება განიცდიდეს ამ დროს, როცა მე ესეთი ვიზუალური გამოსახულება მაქვს ამ კონკრეტული ფიქრების. მაშინ მე ვერ შევძლებ რომ მოსულ მაყურებელს ჩემი თამაში მართალი ეგონოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ვიქნები მართალი სცენაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს მე მაგალითად გავლილი მაქვს შემოქმედებითი ფსიქოლოგიის 3-წლიანი კურსი და ძალიან საინტერესოა. და ფსიქოლოგია თვითონ უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანში უნდა გადახვიდეთ ცოტა ხნით, იფიქრო და იაზროვნო ისე როგორც ფიქრობს და აზროვნებს მაგალითად ჟანანუი თუნდაც ანტიგონის რო თამაშობს. მაგრამ ძალიან რთულია რაღაცების პოვნა, რაღაცების მიგნება, დაზუსტება, მაგრამ ეს უნდა დაემსგავსოს აი ამ ყველაფერს. ძალიან გეხმარება ამაში აი ამ რაღაცების ცოდნა, ფსიქოლოგიური წიგნების კითხვა თუნდაც ფსიქოლოგებთან ურთიერთობა, რაღაც კითხვები გაგიჩნდება, ამ კითხვას დასვამ, ფსიქოანალიზი ზოგადად და რა ვიცი, ისეთია რომ ამ მსახიობისთვის აუცილებელია, სხვანაირად ვერ გამოვა. გეხმარება, ნუ რა თქმა უნდა, ნუ ეს როლის კეთების პროცესში გეხმარება ძალიან. ყველაზე მარტივი ელემენტარული რომ ვთქვათ, ტემპერამენტი, სიტყვა ტემპერამენტი, მეც ძალიან გვიან გავიგე რეალურად რას ნიშნავს. ეს არის ადამიანის ნერვული სისტემის ტიპი და ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, ანუ 4 სახის ტემპერამენტი არსებობს. ეს არის მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი და ქოლერიკი. თუ მე არ ვიცი ტემპერამენტი რას ნიშნავს, ეს 4-ვე ტიპი არ ვიცი, ნუ იმ პერსონაჟიდან, ანუ ჩემი ქცევაც, თითოეული ჩვენთაგანის ქცევაც, ანუ ტემპერამენტიდან გამომდინარეობს, ხო? და როცა ნუ პიესას კითხულობ, იქ ტექსტი გაძლევს იმის საშუალებას და უფლებას, გაიგო ცოტა მაინც როგორია ეს პერსონაჟი. აქედან გამომდინარე, ის სხვანაირ გამარჯვებას ამბობს, ის სხვანაირად ქმედებს, მე ასე ვლაპარაკობ, ხო, მარტივი. ის სხვანაირად ლაპარაკობს და სხვა აქცენტებს აკეთებს, სხვა დროს, თუნდაც ხელი. რა მნიშვნელობა? ანუ ეს თუ არ იცი, ნუ კი, თამაშობენ კიდევაც მინახავს, მაგრამ ნაკლებად სარწმუნონი არიან და ნაკლებად დამაჯერებლები არიან სცენაზე. ეს არის ძალიან ელემენტარული საბაზისო ფსიქოლოგია, რომელიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მსახიობმა. სხვათა შორის არსებობს სახელმძღვანელოებიც არსებობს, ამის გიპიუსის სახელმძღვანელო არსებობს ეგეთი თეატრალურ ხელოვნებაში, რომელიც სავარჯიშოებს მოიცავს, ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს მოიცავს
სპეციალურად მსახიობებისთვის, რომელიც პირველი კურსიდანვე არის რეგულარული საავადმყოფო ყოველდღიური. რომ ჩვენ მივიდეთ აქამდე, რომ ჩვენ შევძლოთ არ შევიდეთ როლში შესვლისას, დაუშვათ გავიგოთ სხვა ადამიანი ბუნება, ასე ვთქვათ რა. ბუნება, მე მინდა ვითამაშო თქვენ. რა, ხო შეიძლება, რამდენი უამრავი წუთი ჩარდა დავიწყოთ მამაკაცები ქალებს დამჯობენ და ასე შემდეგ. ამიტომ მე უნდა შენს ფსიქოლოგიას ჩავწვდე პირველ რიგში და აქედან გამომდინარე ავაწყო უკვე ჩემი პერსონაჟი, რომელიც დაემსგავსება შენს. სიზუსტე გამორიცხულია, მაგრამ დამაჯერებლობა აუცილებელია მაყურებლისთვის. ხვდები? შენ პირადად დააკვირდები მას თუ მე ზუსტად გაკეთებ თუ არა. მხოლოდ ამას დააკვირდები, მეტი არაფერს. და თუ 1% მაინც დაიჭირე, ესე იგი მე უკვე დამაჯერებელი ვარ. ანუ მიღწეულია იმ შედეგისთვის, ასეც მიბაძვა, ზოგადად ეს ხო მოდის უამრავი შპიონი მართლა გეუბნებით. ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას. კაკებეს სკოლაში ასწავლიდნენ სამსახიობო ოსტატობას, რა თქმა უნდა. ანუ ეს ისეთი სისტემა, რომ საჭიროც არის იმათთვის აუცილებელი. სხვათა შორის ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, არაფერ განსაკუთრებული, უბრალოდ ვის რა პროფესია აქვს. ეგ არის განსხვავება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. მე კოსმოპოლიტი ადამიანი ვარ და ამიტომ ასე ვფიქრობ. ხო, ანუ ეს ბავშვობის ამბებიც არის, ანუ ჩვილი, ანუ არსებობს არისტოტელეს პოეტიკაში მიმეზის სიმცნება, მიბაძვა, რომელიც არის ჩვენი გადამრჩენელი, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ რო არ გქონდეს ამის შეგრძნება მიმბაძველობის, ჩვილი როცა ხარ ბაძავ დედას, მამას სწავლობს სიარულს, მას და ეს არტისტებს, მსახიობებს გამძაფრებულად აქვთ ეს შეგრძნებები, ეს მიბაძვის. იმიტომ რომ მე მეტად გაკვირდები თქვენ რეალურ ცხოვრებაში ეს სავარჯიშოებია, რაც დათომ თქვა, მთელი 4 წელი ამ სავარჯიშოებს აკეთებს სტუდენტობის დროს და ეს მე უკვე ავტომატში ზის და ჩემ დაუნებურად ისეთ რაღაცებს ვაკვირდები ხოლმე. და მე რო აღნიშნა ამას, როგორ აკვირდები ამას, არიღლები და ეს ხო არა, ეს თავის დაუნებური არის უკვე. ეს აი ჩვენ საუბრობთ, მაგრამ აქ იმდენი რამე შემოვიდა ჩემს უკვე თვალში, გონებაში, ეს ჩემთვის საჭიროს ვიტოვებ, ვიმახსოვრებ. აი აქ რჩება და მე როგორც კი მე დამჭირდება აი ამ ატმოსფეროს თამაში, მე უკვე ვიცი რა სად როგორ იქ რა არის, აქ როგორ დევს, ეს როგორ არის არის ვიზუალური, ასე ვთქვათ, ვიზუალური მახსოვრობის სავარჯიშოებიც, რომელიც ფსიქოლოგიასთანაც ახლოს არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად მაინც სადმე უცხო გარემოში შედიხარ, ვისაც უკვე ნავარჯიშები აქვს, ამაზე ავტომატურად იმახსოვრებ, სად რა დგას, რატო დგას, რისთვის დგას, რამდენი კიბია, რამდენი მოაჯი, რამდენი ადამიანი დაკვდა, როგორ ანაირად, იმიტომ რომ ეს შენ არ ფიქრობ ამაზე, შედიხარ გამარჯობა, როგორ ძანდებით კარგად, მაგრამ ამავდროულად თავის დაუნებურ ავტომატში ილექება შენს ქვეცნობიერებაში და როცა გინდა ამას, ესე გადაშლი გახსნი, ამოიღებ და გააკეთებ, ასე ვთქვათ. როლის კეთების დროს კარგად, ეს უკვე სხვა, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია. კარგი გამომძიებელივით უნდა მოიქცეთ. ანუ გამომძიებლებიც ეგეთი ადამიანები არიან და ახლობით. ეგეთ ერთმან ახლოს არის. в которой вы должны были вжиться, самая сложная вот роль, которую очень трудно вам давать. მე მაქვს ეგეთი როლი, ყველა როლი ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა როლს ჭირდება ჯერ ესეც თავიდან ბოლომდე, თუ გინდა რომ გამოვიდეს, რა თქმა უნდა, ხარისხიანი, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, ყველაფერში ხარისხიანი. რომ ყველა როლი აბსოლუტურად, მაგრამ ბატონ ოთარეგაძემ თავის დროზე 2002 წელს დადგა ესეთი სპექტაკლი, ერქვა ინსტინქტი. მე ვთამაშობ კომედია, ფრანგული კომედია, ჟან-ჟაკ ბეკერი და მორის ლასეგის პიესა არის, ისეთი სიტუაციური ტიპური ფრანგული კომედია, სადაც მე პირადად ვთამაშობდი, როგორ გითხრათ, ამერიკელ გენერალს, კაცს, რომელიც თავის დროზე იყო ქალი და დედა. და დუტა სხირტლაძე ეგეთი ჩემი მეგობარია, ზოგიერთი ადამიანი ძალიან. ის თამაშობდა ფრანგ პარლამენტარს
რომელიც იყო ჩემი ყოფილი ქმარი. ახლა მომისმენთ სიტუაცია. მაგრამ მე ჩამოვდივარ იმიტომ, რომ მომენატრე ჩემი შვილი, მაგრამ წერილს, იმისთვის რომ მაქვს დაუშვათ გაეროს დელეგატი ვარ, რომელიც უნდა პარლამენტში შეხვდეთ, რაღაცა პრობლემები გადავწყვიტოთ. ჩამოვდივარ ამასთან, იმას ცოლის სურათია, 20 წელი დაკარგულია, გონია რომ გარდაცვლილია და მორჩა და აიკარგა, всё, ის პარიოდი. ჩამოვდივარ, მე ბლანჟე ფორმა, всё, ფრენკ ჰარდერი მქვია. მუჟიკ, გენერალ. ჩამოვდივარ და ნელ-ნელა ფრაზებით მარტო ის რა ცოლ-ქმარ შორის რო იციან. ხო იცი? მარტო ამითი, მარტო რაღაცით და ბოლოს ვეუბნები რომ ის ესეთი სიტუაცია რომ მეუბნება მე მივხვდიო, ჩემი ცოლი ცოცხალია. მე ვთქვი დიახ, თქვენი ცოლი ცოცხალია. და თქვენი საყვარელია. არა მეთქი ჩემი საყვარელი. აბა აქ არის მოსულიო, ხო? შემოიყვანეთო. მე შეუძლებელია რატო და მე ვარ მეთქი. ვერნი ცოლი თქვენს წინ დგას. ვაკეთებ ესეთ რეს მარტო თვალებით და ანა და მიდის თელი კალამბური ასე ვთქვა და რა მინდა ძალიან საინტერესო სპექტაკლია. იყო ასე ვთქვა ზღვარის დაჭერა ქალსა და მამაკაც შორის. მე მამაკაცი ვარ. მორჩა ფსიქოლოგით ვიეტნამში ნაბრძოლი ყველაფერი ოპერაცია გამიკეთეს. და გამაკეთეს კაცად რა, იმიტომ რომ საერო მომიტაც რაღაც მთელი ამბები და აი ზღვარი თვითონ თამაშის რო თან დედა ხარ, დედის ინსტინქტი გაქვს. ის ინსტინქტი ხომ ან შენში არა კი ბატონო, სულს და გულს ხო ვერ შეგიცვლიან. ხო? თან ქალი ხარ რა. ჰორმონებით ხარ ქალი. და დანარჩენი ხარ კაცი. ამიტომ აი ამის დაჭერა ზუსტად იყო მე მგონი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული როლი, რაც კი მე საერთოდ გამიკეთებია რა. და ამიტომ ყველა როლი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონო ანდრია, დამეთანხმები ალბათ, რომ ყველა როლი თავისებურ სირთულეს რა თქმა უნდა მოითხოვს, თავისებურ ნებისმიერ უამრავ შრომას მოითხოვს და მაგრამ მე მგითხრათ ერთ-ერთი რთული როლი, რომელიც გამიკეთებია იყო მარია ლუიზა, იგივე ფრენკ ჰარდერი. ძალიან საინტერესო ისიც რაღაცა წარმოუდგენელი ხა ამ კითხვის პასუხად აი საერთოდ იყო ეგეთი ხედავთ რა უცნაური ეს პროფესია. სხვათაშორის არ მინდა რომ ასე ვთქვათ ბაქი ბუქად ჩამეთვალოთ რაღაცა სხვათაშორის ძალიან წარმატებული სპექტაკლი იყო მინდა გითხრათ სულ ანშლაგით უკვე დარწმუნებული ვარ ისეთი რაღაცები მოყევით რომ და უამრავი ახლა ნაცნობი მსახიობი ნანკა კავატოზიშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი, რა ვიცი უამრავი თამაშობდა ამ სპექტაკლში. ну სამწუხაროდ ჯერ არ გადის, მაგრამ არ ვიცით ჯერ. пока не знаю, შეიძლება მოხდეს და აღვადგინოს ეს სპექტაკლი. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი და უკვე მედამედია მედოვნებ. აი გაგაგებინებ რა თქმა უნდა. არა, იმ სხვა სპექტაკლებზეც მობძანდით, კაცო. ხო, რა თქმა უნდა, მიმდინარეს ჩემს პრაქტიკაში ყველაზე საინტერესო ჩემთვის მაინც მე ასე ვთვლი აღმოჩნდა ორფეოსის როლი, რომელიც ძალიან რთულია თავის თავში, იმიტომ რომ ეს ორფეოსის და ევრიდიკეს მითი არსებობს ეგეთი. ორფეოსი არის მუსიკოსი და ცოლი ყავს ევრიდიკე, რომელსაც გველი უკბენს და გარდაიცვლება და მე ეს მიცვალებულთა სამფლობელოს ჩადის თავისი სიმღერით და მუსიკით ხიბლავს, ამოხავს. ერთი პირობით რომ თვალებში არ უნდა ჩახედოს დილამდე, მაგრამ ეს ჩახედავს თვალებში და ისე მოკვდება და მაშინ. ეს დაწერა მე 40-იან წლებში ფაბულა ანუ ამბავი იგივეა, ჟანანუი და ჩვენ თამაშობთ ახლა ამ სპექტაკლს, მოქმედი სპექტაკლია და ძალიან დიდი ხანი მქონდა ამაზე რეპეტიციები, ამ სპექტაკლისთვის მზადება, თითქმის ახლაც კი გრძელდება, ახლაც სარეპეტიციო პროცესია ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან რთულია თვითონ აი რა პრობლემატიკაცაა დასმული, ეს არის ჟანანუი თვითონ წარმომადგენელი იყო ეგზისტენციალური ფილოსოფიის და აქედან გამომდინარე ეს ფილოსოფია ჩემთვის ძალიან საინტერესო ფილოსოფია და მომიწია ძალიან სიღრმეებში ჩასვლა და რაღაცების მოძებნა, მოძიება და ახლის გაგება, აი დღემდე რომ ვთამაშობთ ამ სპექტაკლს, ყოველი სპექტაკლი სულ ახალ რაღაცას აღმოაჩენს, სულ ახალი, სულ ძიება და ჯერ არ დამთავრებულა,
4 წელია უკვე ნუ სულ რეპეტიციები მიმდინარეობს. არ დამთავრებული. მაგრამ ხო, მაგრამ იმდენად საინტერესო პროცესია, რომ ნუ ძალიან საინტერესოა. ნუ ეს ამ პიესაში რო განაწილდა ეს პიესა თავიდან ბატონმა ოთარმა რომ მოგცა თქვენ თვითონ გაუნაწილეთ ერთმანეთს ու ჩემს ჯგუფს გვითხრა რა და რო წავიკითხე ეს პიესა მე ვამბობ ხოლმე თუ ოდესმე კითხვას დამისვამენ თქვენი სასურველი როლი მე უკვე ვთამაშობ იმ პიესაში ოღონდ სულ სხვა როლს იქ არის ერთი პერსონაჟი ბატონი ანრი რომლის თამაში მინდოდა ძალიან სიკვდილს თამაშობს ეს ანრი და ჩემი ჯგუფელი მეთქი ანრიზე ჩაწერეთ მე ანრი მიაწერეთ მაგრამ რა გინდა ყველამ რატომღაც ერთი იყო ანრი ეწერა და ისიც მე დავწერე საკუთარ თავზე ნუ დანარჩენი იყო ორფეოსი და ნუ თამაშობთ გადაწყვეტა ძალიან საინტერესო სხვათა შორის ორი ორფეოსი და ორი ევრიდიკია რასაც ვფიქრობ მე თამაშობს ის რასაც ვფიქრობს ის თამაშობ მე ანუ სცენაზე ვდგავართ 4 მეორე მე ასე ვთქვათ ორი ორფეოსი ორი ევრიდიკე И что надо делать, чтобы вжиться в роль? Вот надо... Вам же говорят, вот дают, скажем так, сценарий. Там же не все написано об этом герое. Получается, вы сами додумываете его прошлое, вы сами прочувствуете, или как это? Я просто... კი, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი შემავალი ნაწილია, რომ გარდასახვა, ასე ვთქვათ, ასე ქვია ამ ყველაფერს გარდაისახო, მაგრამ არსებობს კიდე ტექნიკა. თვითონ ტექნიკა, რომელიც მოდის სწავლის და გამოცდილების და არის სკოლები, ორი ჩეხოვის სკოლა, სტანისლავსკის სკოლა, ასე ვთქვათ, საიდანაც მარტო გარდასახვა არის ტექნიკა, რომელიც ხელს გიწყობს იმაში, რომ იმ ადამიანის ის ჟესტიკულაცია იყო. მაგალითად, მე პირადად არასოდეს არ ვიტირებ სცენაზე, მაგრამ მე გამოვიყენებ ისეთ ტექნიკას, რომ მე მაყურებელს ვაიძულო იტიროს. ხვდებით რა ისე თქმა მინდა, ანუ მე ესეთი სკოლა უფრო მიყვარს და ესე მუშაობა მიყვარს, ვიდრე დავდგებ თვითონ და ის გასკდეთ სიცილით, ისე ვთქვათ რა. ამიტომ მე უნდა გამოვიწიო თქვენში კონკრეტული ემოცია, რაც მე მჭირდება მსახიობ. კონკრეტული ემოცია, გინდა სიცილი, გინდა სინანული, ნუ ასე უამრავი რა. ტრაგედიის შესრულება ძალიან რთულია და თვით შესრულება როგორ გითხრათ ტრაგედიის შესრულება ძალიან ესეთი ნათქვამია რა რაც მე ტრაგედიაში ვინდომაშია ხო აი ტრაგედიის თვითონ დადგმა რთული ჯერჯერობით თვითონ დადგმა რთული არის რეჟისორები რომლებიც კომედიას ვერ დგავენ არის რეჟისორები რომლებიც ტრაგედიას ვერ დგავენ ანუ ვერ დგავენ იმიტომ კი არა რომ არ შეუძლიათ იმას თელი ის ჭირდება რა მუშაობა ჭირდება ის ჭირდება და თავის სპეციფიკა აქვს ხო ძალიან რთულია მაგრამ ძალიან რთულია ყველა ჟანრი რთულია აბსოლუტურად ყველა ჟანრი რთულია ვერ გეტყვით რომ ეს ნახო გაცინებაც ხო კომედიის თამაში ასე ვთქვათ ჩემი აზრით მე მგონი ყველაზე ურთულესია იმიტომ რომ ადამიანში გამოიწვია დღევანდელ ყოფაში თან მით უმეტეს ტრაგედიის მცრემლი რომ მოგადინო უფრო ადვილია ვიდრე გაგაცინო სამწუხაროდ და ამიტომ მე ისე უნდა ვიყო მზად, რომ აი დაგავიწყო რეალობა, მე ან ჩვენ თეატრს გულისხმობ რა, დაგავიწყოთ რეალობა და 1-2 საათით მაინც გაგხადოთ ამ ბედნიერები კარხასიაზე გამყოფოთ და ასე შემდეგ და აი როგორ არის, იცით? აი წყალში რო ქვა ჩააგდო. ხო, წავა და აუცილებლად რაღაცას დაეჯახება და უკან მოვა. რა ენერგეტიკასაც ჩადებ, ის ენერგეტიკა დაგებრუნდება უკან კანონზომიერება. ეს არის კანონზომიერება რა. რომელსაც ვერ გაიქცევ ვერაფერ შემთხვევაში. რასაც გაძლევ, თუ სწორად მოგეცი, აუცილებლად ჯანმრთელი და ჯანსავი. და ანუ შენს მე როგორც მაყურებელს სახლში ოწახვალ ეს ამ ენერგეტიკას გადაცემა ანუ ოჯახის წევრს ან თუნდაც ტრანსპორტში ხარ და შენ და ძალაუნებებ გამოასხივებ და რაღაცნაირად ისეთი დაბრატა რა სიკეთის ის იქნება რა. И вопрос еще такой у меня. Есть роль, которую вы хотели бы сыграть. Вот правда, вот вы думаете об этой роли или может о чем-то мечтаете какой-то, ну მე გეტყვით მოკლედ და კონკრეტულად. ჩემი საოცნებო როლები არის ის, რაც ჯერ მე არ მითამაში.
აი ეს მოკლედ. ნებისმიერი მსახიობისთვის მე ასე ვფიქრობ, ნებისმიერი როლი ეგეთი უნდა იყოს. აბსოლუტურად. ნებისმიერ ჩემთვის მაგალითად ну გარდა იმისა რომ ბატონი ანრი არის უბრალოდ პრიორიტეტიანი როლები. ხო, უბრალოდ როლი უფრო და ეს ანუ საეტაპო როლები არსებობს, აი საეტაპო როლების კარიერაში საეტაპო როლები, ну ეს გასაგებია, თავისთავად მოდის მე ასაკთან, ну ჰაბიტუსით სხვა, ასე შემ ბევრი რაღაცა პირობა იმისთვის, რომ ეხლა მაგალითად ბატონი დავითი ვერ ითამაშებს 9 წლის ბავშვს, ხო? შეიძლება ითამაშოს, მაგრამ მისი ჰაბიტუსიდან გამომდინარე, თუ მე მართლა 9 წლის ბავშვი მჭირდება, ну მაგრამ თეატრი იტანს ამას და თეატრი მაგიტოა უფრო ძლიერი ჩემთვის, ვიდრე კინო. Вот, и этот вопрос как раз таки. ხო, ну ჩემთვის მაგალითად ასეა. იმიტომ რომ ჩემთვის თავარი არის სიცოცხლე. ჩემთვის თავარია აი ახლა ამ წამს რა გემართება, მე ვამოწმებ, აქვე შემიძლია შევამოწმო შენთან ერთად ვცხოვრობთ. აი ერთი ატმოსფეროა, სადაც ვიწყებთ ცხოვრებას, ვანვითარებთ და ვასრულებთ. ანუ ერთი საღამო, ერთი სპექტაკლი იწყება, ანუ ერთი პიესა, ერთი ამბავი, ერთი ცხოვრება. თქვენთან ერთად ვცხოვრობ და მე იქვე მთავრდება. ამაზე ჩემთვის ამაზე მეტად ინტიმური არაფერი არ არის. ნუ ფილმში არ მითამაშია პროფესიონალურ ფილმში, მაგრამ არ არის ჩემთან უფრო ახლოს ვიდრე თეატრი. სხვანაირი სპეციფიკა. სხვა სპეციფიკაა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა კინოში მუშაობა, მე მიმუშავებ რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა თვითონ აი ეს პროცესი. რომ იქ ის გადასვლა, იქ ის კამერა მოდის, იქ პარტნიორთან ურთიერთობა ის იმასთან ან არსებობს რომ აი უწყვეტი კადრი მიდის რა, უწყვეტი სცენა უნდა გადაიღო დაუშვათ ერთი 10 წუთიანი. ნუ ეს არის ძალიან ურთულესი რამე, ხო? დუბლი კეთდება იქ რა კეთდება, მაგრამ მე არ ვამბობ რომ მსახიობი გამოდის როლიდან, როცა cut იტყვის რეჟისორი და დაუშვათ მინიამლა კაცი ვილისტონიბუს. ის ისევ იმაშია, მაგრამ ესეც თავისთავად რთულია, რომ ისევ ისახარ. ხო ხდებით, ისევ ისახარ, მაგრამ თეატრში ერთ დღეში იბადები და ერთ დღეში კვტები რა. ერთ სპექტაკლში. ანუ შემდეგი კი რეპერტუარში კი არის და ყოველ სპექტაკლზე იბადები და ყოველ სპექტაკლზე კვტები. ჩვენთვის უფრო მეტად საინტერესო. ერთად. მაყურებელი და მსახიობი. ფილმს ელოდები პრემიერა როცა ედგება, კი ძალიან დიდი სიამაყეა და ძალიან დიდი გზნობა თან ეს დამონტაჟებული სპეციფექტებით როგორც არის რა, კი ბატონო. კი ბატონო, ძალიან მიყვარს ფილმში მუშაობა, მაგრამ პრიორიტეტს მე პირადად ვანიჭებ თეატრს, როგორც ბატონი ანდრია. გიждები. ბოლო კითხვა, გეგმები რომ სამომავლო გეგმები. აი უამრავი გეგმა გვაქვს, ჩვენ ყავს ესეთი ფანტასტიკური დირექტორი ნატალია თვალჭრიძე. ძალიან ну როგორ გითხრათ, ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი თეატრი იყოს ძალიან წარმატებული. არა მარტო ქალბატონი ნატალია, ჩვენი უდიდესი, ასე ვთქვათ, ჩვენ ოფისს ვეძახით, ასე ვთქვათ, იუმორით. ჩვენი ოფისი. ხო, მენეჯმენტი, ჩვენი ოფისის და დირექტორი და პიარი და ასე შემდეგ, რომლებიც ყველა ცდილობს, რომ აი მთელი სულით და გულით ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვენს თეატრში ჭირდება, როგორც მსახიობებს ჭირდება, როგორც რეჟისორებს ჭირდება, როგორც ხარისხს ჭირდება, რაც თავარი იქ ინვესტიციების მოზიდვიდან დაწყებული, დამთავრებული, რა ვიცი, პატარა დეტალებითაც კი აი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული კი ერთი მინდა, რომ ჩვენ თეატრზე კიდევ თქვა ძალიან მინდა, რომ ჩვენმა მაყურებელმა, თქვენმა მაყურებელმა ყველას გეპატეჟებით ჩვენს თეატრში, ეს არის ილიაუნის თეატრი, ყოფილი ვაკის სარდაფი და ჭავჭავაძის 32, ეს არის ილიას უნივერსიტეტის შიდა ეზო და ძალიან მინდა, რომ რაც მეტი მაყურებელი, მით უფრო მეტ ხარისხიან როლებს დაგახვედრებთ და გეპატეჟებით სულ ყველას ილიას უნივერსიტეტში. ვიდეო ეხა გავიგივარ. დღეს მობძანდით, დღეს ხვალზე გვაქვს სპექტაკლები გეპატეჟებით. ძალიან საინტერესო სპექტაკლი. დღეს გვაქვს მატყუარები, ხვალ გვაქვს ჭკუის სამჭირს, ზეგ გვაქვს
ევრიდიკე. ევრიდიკე. არა, ხვალ გვაქვს ევრიდიკე მერე არის, შემჭირს. მერე არის ანტიგონი. ანტიგონი. ყვირას არის ანტიგონი. ოთხივე დღეს ვთამაშობ, კაცო. მრავალფეროვანი რეპერტუარია და ერთხელ უბრალოდ სამჯერ ვთამაშობ, რა? მშვენიერია. მშვენიერია. ძალიან საინტერესო იყო, მადლობა რომ ახვედრით. ერიკი, დიდი მადლობა თქვენ. სამწუხარო ჩვენი დრო не осталось у нас времени, როგორც ყოველთვის ესე ხომ მაყურებელსაც დავღლიდით ამდენი ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ველოდებით თქვენს სტუმრობას ჩვენთან. დიახ. ეხლა მე ჩვენ დაგისვათ კითხვებს. მე ჩვენ დაგისვათ. ეხლა საინფორმაციო ჭრა იქნება და ჩვენ არ მივდივართ. მე არსად არ მივდივარ. ჩვენ გვეჩქარება სპექტაკლი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა თქვენს მაყურებელს. თქვენ დარჩით საინფორმაციო ჭრის შემდეგ დაგიბრუნებთ.